გამარჯობა, მე ვარ ნანუკა, ფაბერის ავთენტიკატორი. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ დეტალებს, როგორ უნდა გავარჩიოთ მარჯელას ეს კონკრეტული მოდელი და ასევე ბრენდის შესახებ გაგაცნობთ მოკლე ინფორმაციას. მარჯელას ბრენდი დაარსდა 1988 წელს მეისონ მარჯელას მიერ. ამ კონკრეტული მოდელის ინსპირაციის წყარო გახდა 1970 წელს შექმნილი გერმანული ჯარისკაცების ფეხსაცმელი, რომელიც შეიქმნა ძმები დასლერების მიერ, რომელთა დაარსებულიც არის ასევე Puma და Adidas-ის ბრენდი, თუმცა უცნობი არის, რომელი ბრენდის სახელით გამოვიდა თავიდან ეს ფეხსაცმელი. ხოლო შემდეგ 1999 წელს მარჯელას სახლმა იყიდა ეს ფეხსაცმელი და გააკეთეს თავიანთი ვერსია და შემდეგ უკვე გამოვიდა ეს კონკრეტული მოდელი, რომელსაც დაარქვეს რეპლიკა. გაყიდვამდე ეს მოდელები გადადიოდა ხელიდან ხელში და მათი თანამშრომლები ქმნიან უნიკალურ დიზაინებს. გადავიდეთ ფეხსაცმლის განხილვაზე, დავიწყოთ ყუთით. ყუთზე აუცილებლად დატანილი უნდა იყოს ბრენდის ლოგო. ბრენდის ლოგო არის დამახასიათებელი, მასზე არის დატანილი ციფრები და ეს ციფრები ნიშნავს პირველი არის ქალის კოლექცია, 4 არის ქალის კაბების კოლექცია, 10 არის მამაკაცის კოლექცია, 11 არის უნისექსი, ხოლო 22 არის მარჯელას ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის კოლექცია. გადავიდეთ ფეხსაცმლის განხილვაზე. მარჯელას კონკრეტული მოდელის შემთხვევაში აუცილებელია ფეხსაცმელს გარედან და შიგნითა მხარეს ასევე ამ ნაწილზე ჰქონდეს ნაკერები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ცხვირზე უნდა მივაქციოთ ყურადღება ნაკერს, რომელიც არის ჰორიზონტალურად. ენაზე ხშირ შემთხვევაში დატანილი არის ლოგო, თუ ენაზე არ აქვს ლოგო, ამ შემთხვევაში აქვს ენის შიგნითა მხარეს ან ძირზე. თუმცა ძირზე შეიძლება არ ჰქონდეს ლოგო. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს ძირზე ლოგო. როგორც გითხარით, მარჯელას ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის კოლექცია არის 22, ამიტომ ფეხსაცმელზე ყოველთვის დატანილ ლოგოზე უნდა იყოს 22 შემოხაზული. არაავთენტურობის შემთხვევაში შეიძლება შევხვდეთ ლოგოზე მონიშნულ სხვა ციფრს ფეხსაცმლის შემთხვევაში, მაგალითად ეს შეიძლება იყოს 5, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მარჯელას ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელზე ყოველთვის მონიშნული უნდა იყოს 22, რადგან ეს არის მისი დამახასიათებელი. ასევე მნიშვნელოვანია მისი ძირის სისქე და ძალიან მნიშვნელოვანია ტყავის სიმყარე. ტყავი უნდა იყოს აუცილებლად რბილი და მყარი და მასზე დატანილი მეორე ქსოვილი არ უნდა იყოს ძალიან თხელი. ასევე ამ კონკრეტული მოდელის შემთხვევაში ენა ყოველთვის დამაგრებული არის შიგნით რეზინით. გადავიდეთ შიდა ნაწილზე. შიდა ნაწილი დასრულებულია მუყაოთი და მუყაოზე აქვს წარწერა ზომის და ასევე ახალი მოდელების შემთხვევაში ზომის გვერდით აწერია რეპლიკა, რომ ეს არის რეპლიკა მოდელი. ეს არ ნიშნავს არაავთენტურს, ეს არის უბრალოდ ამ მოდელის სახელწოდება. თუმცა ძველი მოდელების შემთხვევაში შიგნითა ნაწილზე შეიძლება ეწეროს მხოლოდ ზომა. გადავიდეთ ლანჩაზე. ლანჩა ძირითად შემთხვევაში არის ნაცრისფერი და ასევე მასზე აუცილებლად დატანილი უნდა იყოს ზომის აღნიშნული ნიშანი. ხოლო ლანჩის წინა მხარე არის თეთრი ფერი ამ შემთხვევაში და მასზე დატანილი არის ლოგოები და ასევე აქვს ეტიკეტი, რომელზეც არის მისი სახელწოდება და ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შემთხვევაში, როგორ არის მასზე ნაკერები და ასევე ფონტს უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუმცა არის შემთხვევები, როცა ლანჩას არ აქვს ეტიკეტი და მასზე ამოტვიფრული არის მხოლოდ ლოგოები. ასევე თასმები, რომელიც არის ამ მოდელის დამახასიათებელი, მისი ფერით და ასევე ქსოვილით. ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე უკანა მხარეს, მასზე დატანილი უნდა იყოს მსგავსი დეტალი. ეს არის ბრენდის დამახასიათებელი და ასევე დატანილი არის ხოლმე ტანსაცმელზეც. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, ამ და სხვა მოდელების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს აპლიკაციაში.